წმინდა ისააკ ასური ასე ამბობს: ღმერთი არც თუ იშვიათად უშვებს, რომ სათნოთ მცხოვრები გამოიცადოს ხორციელი განსასწელებით. სათნოთ მცხოვრები, ანუ ადამიანი რო ერთგულებს ქრისტეს, მისი ეს ერთგულება გამოიცადოს. გამოიცადოს რამდენად უანგაროთ ერთგულებს. ეგება იმიტომ ერთგულებს, რომ ყველაფერი კარგადაა აქ ამ სოფელში. და ის რომ რამდენად ამ ერთგულებაში, ანუ სათნო ცხოვრებაში ის მთავარს რამდენად აკეთებს. რამდენად და მთავარი ის არის თავდაბლობა. თუ თავდაბლობა ქრისტეს დარი თავდაბლობა და ქრისტეს დარის სიმშვიდე ისწავლეთ ჩემგან მშვიდ ვარ და მდაბალ გულით. მშვიდი არის აუღელვებელი, იმიტომ რომ და რა თქმა უნდა მშვიდი აუღელვებელი ნიშნავს ეს აუღელვება რაღაც ფსიქოსომატური მდგომარეობა კი არ არის, ეს არის მისი უკვე არსი ხდება, მისი შინაგანი მდგომარეობა ხდება, რომელიც მარადისობასთან წილნაყარია, იმიტომ რომ იგი სრულად არანაწილობრივ, არამედ სრულად ენდობა ღმერთს. სრულად ენდობა ღმერთს და ეხლა ყოვლისშემძლე არსებას რომ სრულად ენდობი მშვიდი იქნები, აბარა. სიკვდილშიც კი მშვიდი იქნები. ნებისმიერ განსასწელში მშვიდი იქნები. და თავდაბლობა, რომელიც ასევე ქრისტეს თვისება, რომელიც ღვთის ნებისადმი აბსოლუტურ მორჩილებას გულისხმობს, რომელშიც თავისუფლებაში რეალიზდები, შენი თავისუფლება სწორედ ღვთის ნებისადმი მორჩილებაში რეალიზდება, ამაზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია და ბევრს საუბრობთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამის გაგება ლოგიკურად ადამიანს უჭირს და თავდაბალი ადამიანი ხდება შემძლებელი, რომ უყვარდეს, იმიტომ რომ ეგოის სიყვარული არ შეუძლია. თავდაბალს სწორედაც თუ თავდაბალს სიყვარული შეუძლია. ხოლო სიყვარულით კი რა თქმა უნდა მართლაც ქრისტეს ვემსგავსებით. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი პირობა, რომ ჩვენ ცხონდეთ, იმიტომ რომ ჩვენ რო გარდავიცვლებით და ღვთის წინაშე წარვსგებით, თუ არ ვიქნებით ისეთები, როგორც ქრისტეა, ეს ნიშნავს, რომ უკვე ვეღარ ცხონდები. ანუ გარდაცვალების ჟამს უკვე ისეთი უნდა იყო, როგორც ქრისტეა. ამას იოანე მოციქული გვასწავლის.